რას აპირებს? გეგმები მაინტერესებს. ნიკამელიას ამომრჩეველი ვარ მე პირადად. ნაციონალურ მოძრაობაში დიდ პატივს ვცემდი და 4 ნომერშიც. უბრალოდ ძალიან დამაკლდა. თავიდან ხშირად იდგა ხოლმე აქ ჩვენთან ერთად და მივიდიოდი ვესაუბრებოდი. ეხლა უკვე ძალიან მაკლია და ერთადერთი მაგას ვთხოვდი, რომ ცოტა მეტი ხალხთან. აი ნიკამელია რო დადიოდა, რაღაცა ჯერ შეხედავდი და როგორი კაცია. ხო და ყოველთვის იმედი იყო რომ დადიოდა და ნუ გაგვებუტება. ესე იგი მე ამის მეტი საქმე არ მაქვს აქ რომ დავდივარ აქციებზე. სხვათა შორის მუშაობ 7 საათამდე და 7-ის მერე დღეს 131 დღეა ვდგავარ აქ უწყვეტად. ყოველ დღე არ ჩამიგდია, აი მოწმეები მყავს მეგობრები. ყოველ დღე სამსახურიდან დიდი დიღმიდან მოვდივარ აქ. შეუთავსონ. იმიტომ არიან პოლიტიკოსები, რომ ბევრი საქმე მოასწრონ ერთად, ხალხთანაც იდგნენ, დასავლეთთანაც იმუშაონ და რა თქმა უნდა პარტიის გაძლიერებაზეც იმუშაონ. სად არიან და რატო ვერ ვხედავთ ჩვენ რამე შედეგს თუ ეგენი სადმე აქ არიან? იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი რასაც მე ვუყურებ ოპოზიციის მხრიდან არის ის, რომ მათი ნებისმიერი ქმედება ემსახურება თითქოს იმას, რომ ჩაქრეს ეს მუხტი. იმიტომ რომ რეალურად ბირთვი ვართ ამ მუხტის 200-250-300 ადამიანი ყოველდღიურად და სხვა, ანუ შედეგი არაფერი არ არის ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საერთოდ არ თვლი მაგ ხალხს ჩვენ ლიდერად. მაგრამ ხო ფაქტია რომ მივედით და მათ ვანდეთ ჩვენი ხმა. შესაბამისად ამის საპირწონე რამე უნდა გააკეთოთ. რა მაგალითად აი რეფორმით აქტიურობას ისურვებთ. რამე შემოგთავაზოთ, რამე სახის გეგმა იქნება, რამე აქტივობები იქნება, ეს იქნება რეგიონებში გასვლა, ეს იქნება თუნდაც აქ გამოსვლა და რამის სადღეგრძელოებით თქმა არა, იმიტომ რომ ბატონიკას ძალიან უყვარს ეგ სადღეგრძელოების თქმა ტრიბუნიდან ეგ ჩვენ ანუ აღარ გვჭირდება, იმიტომ რომ რეალურად ძალიან მწვავე საკითხი დღეს. გეგმა გვჭირდება. აუცილებლად გვჭირდება რაღაც გეგმა და მნიშვნელობა არ აქვს ამ გეგმას ვინ წარადგენს. ეს იქნება ნიკა მელია თუ ნიკა გვარამია, რომელსაც საერთოდ არ მაქვს სურვილი რომ გაუყვე, მაგრამ ფაქტია რომ სხვა გზა არ მაქვს. რეალურად მათ ხელში არის ჩვენი ხმები. ეს ხმები ვერც დაიცვეს, ვერც იმის გარანტია მოგცეს რომ ამ ხმებს დაიცავდნენ და რეალურად მას შემდეგაც ამ ჩვენი მინიჭებული მანდატებით საერთოდ არაფერს არ აკეთებენ. როდის შედგება ოპოზიციური გაერთიანება? ხალხი ველოდებით რუსთაველზე ოპოზიციის ლიდერებს. ადრე ვხედავდით და ეხლა ვეღარ ვხედავ. მე იმის გვერდზე არ დავდგები, მე ამის გვერდზე არ დავდგები. აი ეს არის, აი ამან დაღუპა ეს აქცია, იმიტომ არის რომ ამდენხანს გაგრძელდა, თორემ ერთიანობა რო ყოფილიყო, აქამდე ყველაფერი იქნებოდა უკვე დასრულებული, რა თქმა უნდა, საქართველოს სასარგებლოდ. აქ მყოფ საზოგადოებას აქვს განცდა, რომ ხალხი უფრო აქტიურია ვიდრე ოპოზიცია. აი როგორ მივიღეთ ეს რეალობა? ხო, არ ვიცი, ნუ ეს ფაქტია და არ ვიცი, მეტი აქტიურობაა საჭირო, ყოველდღიურად კეთილი ინებონ, ვისაც მართლა გული შესტკივა საქართველოზე. ყოველ დღე გამოვიდეს და დადგეს ჩვენთან ერთად. ერთი და იგივე ხალხს ვხედავ აი იმ ლიდერებიდან. მელია როდის ნახეთ ბოლოს? ყოველდღე დადიხართ თავად? მე ყოველდღე დავდივარ, შეიძლება 1-2 დღე მქონდეს, ასე ვთქვათ, ჩაგდო. ბოლოს როდის ნახეთ მელია? არც მახსენდება. არ ვიცი, 31-ში თუ სავარაუდოდ იყო, მაგრამ მე არც 31-ში არ მინახავს. მე გახლავართ ირაკლი ქერაშვილი, სინდისის პატიმრის და ქეთუნა ქერაშვილი. ბატონ ნიკას ჩვენ და არაერთ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდით, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები. მაინტერესებს ზუსტი პასუხი მისგან, აპირებენ თუ არა ის და მისი კოალიციის წევრები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. როდის შევხვდით? ჩვენ შევხვდით მარტის ბოლოსკენ დაახლოებით. და ვერ მიიღეთ ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი. ბატონ ნიკასგან ესე მკაფიო პასუხი ვერ მივიღა, სიმართლე რომ გითხრათ. დახურულ შეხვედრას ასე. ნახოთ რას გვეტყვის ახლა. ხო, ნახოთ რას გვეტყვის და თან დღეიდან 8 აპრილიდან რაღაც ახალ ფორმატში გადადის მაინც ხო პროტესტი. რას ელოდებით ოპოზიციისგან, მათ შორის თქვათ ვახსენოთ ნიკა მელია, მისი კოალიცია, მათგან რა შეიძლება ნაბიჯები გადაიღოს. აუცილებლად ყოველდღე ველოდებით ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღე აქ ვართ და სამწუხაროდ ბევრი ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ვერ ვხედავთ. წარმომადგენლები არიან, მაგრამ ლიდერებს მაინც თავისი
სათქმელია თქმით, ჩვენ ახლა ოჯახის წევრები ვინც ვართ, ყველა სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება გვაქვს და შეხედულება გვაქვს, მაგრამ იმას მივაღწიეთ, რომ რაღაც საერთო კონსენსუსამდე მივედით, რომ გაერთიანების იქით სხვა გზა არ არის. ოპოზიცია რატო ვერ მივიდა ამ შეთანხმებამდე? არ ვიცი, მეც მაინტერესებს და ყველას გვაინტერესებს, გვაქვს არ ვიცი ეს რაღაც ეგოს ამბავი არის თუ რაღაცების გადანაწილების ამბავია, პრობლემა ვერ გეტყვით, მე ნამდვილად არ ვარ პოლიტიკოსი, მაგრამ არ ჭირდება ამას დიდი მეცნიერება იმისთვის, რომ დაინახო რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში და ერთიანობა რომ არის ერთადერთი გამოსავალი ჩვენი დღევანდელი მდგომარეობის. ჩემი მეგობრები დაიჭირეს, რამდენჯერ მეკცემეს, ყველანი დავზარალდით. ამიტომ ჩვენ თვლით, რომ პოლიტიკოსებმა მევრად მეტი უნდა გააკეთონ. ყველაზე მთავარი რაც გაგვაჩნდა, ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი დრო, ჩვენ ეს ჩამოვედით. ამიტომ მათგანაც იგივეს მოვითხოვთ. დაგვანახონ, რას აკეთებენ, რას საქმიანობენ, გვინდა რომ ნიკამელიამ გიპასუხოთ, რომ აი ჩვენც დაგვაკავეს, ჩვენც ზეწოლის ქვეშ ვართ, ჩვენც ვიბრძვით საერთაშორისო ასპარეზზე მათ შორის სანქციები, რეზოლუციები. მაგრამ ეს სანქციები ხომ ჩვენი მონაპოვარია, ჩვენი აქ დგომის. ეს ხომ მათი მონაპოვარი არ არის. მათ შეიძლება რაღაცა წვლილი შეიტანეს ამაში, მაგრამ ეს ჩვენი აქ მდგომი ხალხის მონაპოვარია. ჩვენ ვართ ჟურნალისტებიც, გამომძიებლებიც, ექიმებიც, ფსიქოლოგებიც. ყველა ვცდილობთ, რომ ერთმანეთს დავეხმაროთ და ის პატარა აგური დავდოთ ამ ქვეყნის მშენებლობაში. ამიტომ ვითხოვთ მათგან იმ დიდ აგურს, იმიტომ რომ ისინი პოლიტიკოსები არიან და ჩვენ ამას ვერ ვხედავთ ამ აგურს. ამიტომ დაგვანახოს თუ აკეთებს, მაშინ ჩვენამდე უნდა მოიტანოს. ნიკამელიას ვთვლი, რომ ძალიან არასამართლიანად მოიქცნენ. ნაციონალურ მოძრაობაში? დიახ. და ნიკა სწორად მოიქცა, რომ ახალი პარტია შექმნა. ქარიზმატული პოლიტიკოსია, ქარიზმატული პიროვნება და მას შეუძლია, რომ ახალგაზრდობასთან საერთო ენა გამონახოს სტუდენტებთან. სტუდენტები და პოლიტიკოსები და ოპოზიციური პარტიები გააერთიანოს რაღაცა ერთ ბრძოლაში რომ შევიდეთ, იმიტომ რომ ესე დაგსაქსული და ცალ-ცალკე ბრძოლა არაფერს არ გვაძლევს. ძალიან გაიწელა დროში, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაფერი კარგად იქნება და გავიმარჯვებთ, მაგრამ ახალგაზრდებთან მეტი კომუნიკაცია. ვფიქრობ, რომ ნიკას ეს კარგად გამოუვა. ხალხში ნიჰილიზმის მომენტები მოდის. რამდენადაც აი გაურკვეველ სიტუაციაში არიან. ვინ მიუძღვება ამას ყველაფერს? ისე სინამდვილეში ამას უნდა მიეცეს პოლიტიკური სახე. სხვანაირად ეს კი არ მინელდება, უბრალოდ გაქრება რა. ლიდერად ვინ წარმოგიდგენიათ? მე მაგალითად მიადვილდება ადამიანებთან საუბარი, როდესაც ვამბობ, რომ ნიკა ეს არის გამოკვეთილი ფიგურა. ჯერ ერთი თავისი პოლიტიკური შეხედულებებით და შემდეგ ღირსებიდან გამომდინარე. ადამიანი, რომელიც უკან ნაბიჯს არ დგავს. ამბობს და მიდის პირდაპირ. არ უშინდება, უშიშარი ადამიანია და ეს უკვე ხალხში ძალიან დადებით ფაქტორად აღიქმება. ნიკას ვეკითხები, ცეკვა სად ისწავლა, მიგვასწავლოს. რომელ ცეკვას გულისხმობ? აი, ერთი ცეკვა მაქვს ნანახი, ყველაზე კაი რომელიცაა. რაღაცა ესეთ რა.